გვერდი მე-60. პირველი ამოცანა. რისი ტოლია იმ გარემოს დიელექტრიკული შეღწევადობა, რომელშიც წერტილოვანი მუხტის მიერ განსაზღვრულ მანძილზე შექმნილი ელექტრული ველის დაძაბულობის მოდული ვაკუუმთან შედარებით 4-ჯერ ნაკლებია. ხო, ჩვენ ვიცით, რომ ესე იგი თუ გვაქვს ჩვენ ველი ვაკუუმში რაღაცა წერტილში და მისი დაძაბულობა N0 არის, მოცემულ გარემოში მისი დაძაბულობა არის ესე იგი ε-ჯერ ნაკლები. ეს არის N0 შეფარდებული ε-ზე. და აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ რისი ტოლი არის ε, აი შემდეგი მარტივი ფორმულით. N0 ეს არის დაძაბულობა ვაკუუმში, შეფარდებული დაძაბულობაზე მოცემულ გარემოში და ჩვენ შემთხვევაში ეს შეფარდება 4-ის ტოლი არის, ამიტომ ესე იგი ეს დიელექტრიკური შეღწევადობა გამოდის 4-ის ტოლი. მეორე ამოცანა. როგორ შეიცვლება ორ უძრავ დამუხტულ ნაწილაკებს შორის მოქმედი კულონური ძალა ვაკუუმიდან ნავთში მათი გადატანით, თუ ნაწილაკების შორის მანძილი უცვლელი დავტოვეთ. ესე იგი, ანალოგიური სიტუაცია არის. თუ ჩვენ გვაქვს ორი წერტილოვანი მუხტი, რომელიც ვაკუუმში არის, მაშინ კულონის კანონი ჩაიწერება ესეთნაირად: K Q1 Q2-ზე შეფარდებული R²-ზე. ხოლო მოცემულ გარემოში ეს კულონის კანონი, ესე იგი F' იქნება K Q1 Q2-ზე ε-R²-ზე. ამიტომ თუ ჩვენ ესე იგი ნავთში მოვათავსებთ ამ მუხტებს და მანძილი იგივე დავტოვეთ, ესე იგი F'-ის F-თან შეფარდება გამოვა 1 შეფარდებული ε-თან. ახლა რაც შეეხება ε ნავთისა, ეს ცხრილში შეგვიძლია ვნახოთ და აქედან დავადგენთ, როგორ შეიცვლება ძალა. მესამე. როგორ შეიცვლება ორ უძრავ დამუხტულ ნაწილაკებს შორის ურთიერთქმედების ძალის მოდული, თუ მათ ვაკუუმიდან გადავიტანთ გარემოში, რომლის დიელექტრიკული შეღწევადობა 10-ია და ნაწილაკებს შორის მანძილს 3-ჯერ გავზდით. ესე იგი, მოცემული არის, რომ თავიდან ვაკუუმში ქონდა ორი წერტილოვანი მუხტი რაღაც მანძილზე და ძალა იყო, თქვათ, ჩავთვალოთ F0. მერე გადავიტანეთ გარემოში, რომლის დიელექტრიკული შეღწევადობა ε არის, ხოლო მანძილი გავზარდეთ 3-ჯერ, ესე იგი R არის 3R0-ის ტოლი. და როგორ შეიცვლება ძალაო, ესე იგი F'-ის F0-თან შეფარდებას გვეკითხებიან. მოდით ჩავწეროთ ჯერ ურთიერთქმედების ძალა ვაკუუმში. K Q1 Q0-ზე R0²-ზე. ეხლა მოცემულ გარემოში F' იქნება K Q1 Q2 ε და მანძილით შეიცვალა R1². ეხლა F'-ის შეფარდება F0-თან იქნება, ესე იგი R0² შეფარდებული ε-R1²-ზე. ანუ იქნება R0² ε9-ჯერ R0². ესენი გაიკვეცება და იქნება 1 შეფარდებული ε9-ზე. აი, ეგეთი თანაფარდობა გვექნება. მეოთხე ამოცანა. გარკვეული მანძილით დაშორებული ორი უძრავი დამუხტული ნაწილაკი ვაკუუმიდან გადაიტანეს წყალში. როგორ უნდა შეიცვალოს მათ შორის მანძილი, რომ კულონური ძალა იგივე დარჩეს. ესე იგი, თავიდან მუხტები იყო ვაკუუმში, ძალა იყო რაღაცა F0, მერე გადაიტანეს წყალში, ε წყლისა შეგვიძლია ცხრილიდან ვნახოთ და როგორ უნდა შევცვალოთ მანძილი, ესე იგი R' შეფარდება R0-თან, როგორი უნდა იყოს, რომ F' ძალა F0-ის ტოლი აღმოჩნდეს. ხო, მოდით ჩავწეროთ ვაკუუმში ურთიერთქმედების ძალა.
K Q1 Q2-ზე, ესე იგი R0 კვადრატზე. ეხლა წყალში როცა არის F' იქნება K Q1 Q0-ზე, Epsilon R შტრიხ, ну მოდი R1 კვადრატში, ეხლა შტრიხი და 12-ად არ მიიჩნიოთ ეგა. ხო და გავუტოლოთ ეხლა ეს ძალები. K Q1 Q2-ზე R0 კვადრატი არის K Q1 Q2-ზე Epsilon R1 კვადრატში. ესენი გაიკვეცება, Epsilon R1 კვადრატი არის R0 კვადრატი, აქედან R1 იქნება R0 შეფარდებული PSV Epsilon-ზე. ხო, ну ესეთნაირად უნდა შევამციროთ მანძილი. მეხუთე ამოცანა. გარემოში, რომლის დიელექტრიკული შეღწევადობა 4-ია, რა მანძილზე უნდა მოვათავსოთ ეს ნაწილაკები მოცემულ გარემოში, რომაც შორის ურთიერთქმედების კულონური ძალა არ შეიცვალოს. ну ანალოგიური ამოცანა არის, ესე იგი, თქვათ, epsilon უდრის 4-ს და როგორ უნდა შევცვალოთ მანძილი R' რისი ტოლი უნდა იყოს, რომ კულონური ძალა არ შეიცვალოს. ესე იგი, F0 უნდა უდრიდეს F'-ს. ჩავწეროთ ვაკუუმში ურთიერთქმედების ზალა, F0 არის K Q1 Q2-ზე R0 კვადრატი, F1 არის K Q1 Q2-ზე Epsilon R1-ის კვადრატი. ну გავუტოლოთ ერთმანეთს, K Q1 Q2-ზე R0 კვადრატი უდრის K Q1 Q2-ზე Epsilon R1-ის კვადრატი, ესენი გაიკვეცება და მექნება R0 კვადრატი არის Epsilon R1-ის კვადრატი. ანუ R1 იქნება R0 PSV Epsilon-ზე. ანუ ეს არის R0 გაყოფილი 2-ზე. ესე იგი R1 არის R0 ნახევარი. მეექვსე ამოცანა. Z-ში მოთავსებული თანაბრად დამუხტული სფეროს რადიუსი 20 სანტიმეტრია. მის ზედაპირზე არსებული მუხტი კი 7-10-1 კულონი. განსაზღვროთ ელექტრული ველის დაძაბულობის მოდული სფეროს ზედაპირზე. ხო, ესე იგი, მოცემულია, რომ რადიუსი R0 არის 20 სანტიმეტრი, მუხტი Q არის 7-10-1 ხარისხად კულონი და იმყოფება Z-ში, ეს epsilon Z-ი ეს ცხელში ვნახოთ და როგორი არის დაძაბულობა ზედაპირზე. სფეროს ზედაპირზე. ну სფეროს ზედაპირზე დაძაბულობა იქნება K Q შეფარდებული Epsilon R0 კვადრატზე. აი ამ ფორმულით ვიპოვით. სადაც epsilon-ის მაგივრად უნდა შევიტანოთ Z-ის დიელექტრიკული შეღწევადობა. მეშვიდე ამოცანა. როგორ შეიცვლება ორი ბრტყელ პარალელური სხვადასხვა ნიშნით დამუხტულ ფირფიტებს შორის არსებული ელექტრული ველის დაძაბულობის მოდული, თუ ფირფიტებს ნავთიდან წყალში გადავიტანთ. ну ესე იგი, წარმოვიდგინოთ, რომ თავიდან იყო ნავთში, epsilon ნავთის არის მოცემული და მე წყალში გადავიტანეთ და epsilon წყლისასაც ვნახავთ, ესე იგი ცხრილში, ორივე მნიშვნელობას. ელექტრული ველის დაძაბულობა ნავთში როცა არის, ესე იგი, ეგ არის რო არ ყოფილიყო ფირფიტებს შორის არაფერი ნივთიერება, ვაკუუმი რო ყოფილიყო, იქნებოდა epsilon-ი შეფარდებული epsilon ნავთზე, ხოლო წყალში როცა გადავიტან, epsilon წყალში არის იგივე დაძაბულობა შეფარდებული epsilon წყალზე. გავყოთ ერთი მეორეზე epsilon წყლისა, უბრალოდ დაძაბულობა E წყლისა E ნავთზე, გვექნება E0 epsilon წყლისა E0
epsilon ნავთზე. ესენი გაიკვეცება და გვექნება epsilon ნავთისა epsilon წყალზე. აი ესეთნაირად შეიცვლება დაძაბულობა. მერვე ამოცანა. უძრავი წერტილოვანი მუხტი მოთავსებულია მინის და ზეთის გამყოფ საზღვარზე. რამდენჯერ განსხვავდება მუხტის მიერ შექმნილი ელექტრული ველის დაძაბულობის მოდული A და B წერტილებში, თუ A წერტილი იმყოფება Z-ში და ის 4-ჯერ უფრო შორსაა მუხტიდან, ვიდრე B წერტილი, რომელიც თავის მხრივ იმყოფება მინაში. კარგით, მოდით ჩავწეროთ, კარგად გავარკვიოთ, ესე იგი უძრავი წერტილოვანი მუხტი მოთავსებულია მინის და ზეთის გამყოფ საზღვარზე. ესე იგი, აქეთ მხარეს თქვათ არის მინა, ესე იგი ეს არის მეორე აქ არის თქვათ მინა. აქეთ არის ზეთი. და წერტილოვანი მუხტი აი გამყოფ საზღვარზე იმყოფება, აი თქვათ აქ არის Q. ხო, აი აქ არის რაღაცა A წერტილი, უბრალოდ A წერტილი არის Z-ში და B წერტილი არის მინაში. და აი ეს A წერტილი მუხტიდან 4-ჯერ უფრო შორს იმყოფება, ვიდრე ესე იგი R პირველი არის 4-ჯერ R0-ის ტოლი. დავწეროთ დაძაბულობა A წერტილში. ეგ იქნება KQ შეფარდებული epsilon Z-ისა R1-ზე. ხოლო B წერტილში დაძაბულობა EB არის KQ შეფარდებული epsilon მინისა R0-ზე. ნუ ვნახოთ ესე იგი განსხვავება როგორი არის. E A წერტილისა შეფარდებული E B წერტილთან გვექნება KQ შეფარდებული epsilon R1 epsilon Z-ის. აი ეგ Z-ის არის. შეფარდებული KQ epsilon მინისა R0-ზე. ეს KQ-ები გაიკვეცება epsilon მინისა R0-ზე, epsilon Z-ისა R1-ზე. და გვითხრეს, რომ R1 4-ჯერ მეტი არისო, epsilon მინისა R0, epsilon Z-ისა 4-ჯერ R0. ესენი გაიკვეცება და გამოვა 1/4 epsilon მინისა epsilon Z-ზე. მეცხრე ამოცანა. სურათზე გრაფიკულადაა მოცემული სამ სხვადასხვა გარემოში მოთავსებულ ორ დამუხტულ ნაწილაკს შორის მოქმედი კულონური ძალის დამოკიდებულება მათ შორის მანძილზე. როგორი დამოკიდებულებაა epsilon1, epsilon2, epsilon3 დიელექტრიკული შეღწევადობები ერთმანეთთან. ხო, ნუ ეხლა აქ ჩვენ რო ავდგეთ და სიტყვაზე, ნუ ხო, ნუ დავხატოთ ესე იგი ეს სურათი. ესე იგი აქ არის ძალა. სამ სხვადასხვა გარემოში მოთავსებული ორი დამუხტული ნაწილაკის შორის მოქმედი კულონური ძალის ურთიერთქმედება არის რა, ესე იგი. ნუ მანძილზე მანძილის კვადრატის უკუპროპორციული არის, ეს არის epsilon3, ეს არის epsilon1 და ეს არის epsilon2. ხო, ნუ მოცემული ესე იგი მანძილისთვის რო ავიღოთ, აი რაღაც დავაფიქსიროთ R0 მანძილი, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ, რომ აი თქვათ F3 არის KQ1 Q2 epsilon3 R0 კვადრატი, ხო? F2 არის KQ1 Q2 epsilon2 R0 კვადრატი და F1 არის KQ1 Q2 epsilon1 R0 კვადრატი. ეხლა ჩვენ ხედავთ, რომ F3 მეტი არის F1-ზე და ის მეტი არის F2-ზე. ნუ ახლა აქედან გამომდინარე ვხედავთ, რომ
ε3 ნაკლებია ε1-ზე, რომელიც ნაკლებია ε2-ზე. აი ეგეთი თანაფარდობა გვექნება. ხო, მეათე ამოცანა. ორ ბრტყელ პარალელურ სხვადასხვა ნიშნით დამუხტულ ფირფიტებს შორის სივრცე შეავსეს განსხვავებული დიელექტრიკებით. სურათი 95-ზე მიხედვით იპოვეთ მათი დიელექტრიკული შეღწევადობის ფარდობა. ახლა აქ ნახეთ როგორ არის მოცემული, ესე იგი, თქვა წარმოვიდგინოთ, რომ ორი ფირფიტა არის, ეს დადებითადაა დამუხტული, ეს უარყოფითადაა დამუხტული და აი შუამდე არის შევსებული ქვედა ნაწილი ერთი დიელექტრიკით არის, ესე იგი, აქ სულ გვაქვს ჩვენ 3 ძალწირი და აქ არის დავთვალოთ 1 2 3 4 1 2 3 4 5 6 7 8 9. ნუ აქ კი 9 ძალწირი არის დახატული. 2 3 4 5 6 7 8 და 9. ნუ აი თქვა აქ არის გამყოფი. ეს კი აქ არის 9 ძალწირი, აქ არის იგივე მანძილზე 3 ძალწირი არის. ძალწირის სიხშირეების მიხედვით ჩვენ ესე იგი ვადგენთ ველის დაძაბულობის სიდიდეს. ესე იგი, რადგან აქ 3-ჯერ უფრო ხშირი არის ვიდრე აქა, ამიტომ თქვათ მოით ეს აქ აღვნიშნოთ E პირველი, ესე იგი შიგნით ვამბობ, ესე იგი ველზე, აქ იყოს თქვათ E2. ეს ნიშნავს, რომ E პირველი არის 3-ჯერ E მეორე. და აქედან გამომდინარე გვეკითხებიან როგორი არის დიელექტრიკული შეღწევადობების ფარდობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ε1 3-ჯერ ნაკლებია ვიდრე ε2. იმიტომ რომ აქ დაძაბულობა მეტი არის 3-ჯერ. იმიტომ რომ ზოგადად დაძაბულობა ეს არის ვაკუუმში დაძაბულობა შეფარდებული ε-ზე.